მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ეს ბოლო ბრძოლა იქნება ფინალამდე. ბოლო MVP უნდა ავარჩიოთ ამ თამაშიდან, ასე რომ დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხები და კომენტარებში გულები გაუსპამეთ მონაწილეებს. მოკლედ, დღეს ასევე რაღაც პატარა სიახლე გვექნება, ჩვენი გამომწერი ყავს მოყვანილი ტურნირიდან, რომელიც ძალიან ექსპრომტად და All-Stars ფორმატში ჩავატარეთ. ოღონდ ეს ტურნირი არ იყო გაპიარებული, არ იყო გამოცხადებული, ისედაც ვინც ჩვენ სტუმრად მოდიოდა Full Room მაფიაში, ვესარიონ ჟღენტის 92-ში, ანუ ხშირი სტუმრებისთვის ჩავატარეთ ეს ტურნირი. და ჩვენი ერთგული მაყურებლები, რომლებიც ასე ხშირად სტუმრობენ ხოლმე, იქიდან ჩვენი მეგობარი თემო არის გამარჯვებული, რომელიც მათ ძალიან მაგრად ითამაშა და დღესაც დარწმუნებული ვარ, რომ თავს კარგად წარმოაჩენს. ასე რომ თქვენი მხარდაჭერა დაგჭირდება და გავამხრეოთ თემო. სანამ ინტერვიუებს დავიწყებთ, გეტყვით, რომ ჩვენი გენერალური სპონსორია ევროპაბეტ სპორტ ლიგა, რომელიც გარეშეც ეს პროექტი საერთოდ ვერ იქნებოდა, ასევე ჩვენი სპონსორია ტურისტული კომპანია Around the World, რომელიც ფინალში თავის რჩეულს სიურპრიზს გადასცემს და ასევე ჩვენი სპონსორია მანგამუნი, რომელმაც ძალიან გაალამაზა მაფიის ოთახი თავისი პოსტერებით. ლინკი იქნება აღწერაში, შეგიძლიათ საახალწლოდ საჩუქრები შეუკვეთოთ თქვენი მეგობრებისთვის, ან თქვენთვის დაამზადებინოთ პოსტერები, ან რაღაც აქსესუარები. ის ფაქტი, რომ ჩვენი გამომწერი მოვიყარეთ ამ პროექტში, არის ძალიან წამახალისებელი და ჩვენ გვინდა რომ შემდეგში გავაგრძელოთ მსგავსი ტურნირები და უფრო მასშტაბური All-Stars სახის მქონე ტურნირები ჩავატაროთ, ასე რომ თქვენი მხარდაჭერა და თქვენი კომენტარები არის საჭირო. თუ მოგწონთ მსგავსი თემა, აუცილებლად კომენტარებში გავგებინეთ, გსურთ თუ არა რომ თქვენც მიიღოთ მონაწილეობა პროექტში და გადაცემაში. შემდეგი ეს სეზონიც ჩატარდება, რა თქმა უნდა, ასე რომ თქვენი გამოხმაურება არის ძალიან მნიშვნელოვანი. წავედით. გამარჯობა, მე ვარ გიორგი ქორიძე, მოვედი მაფიის სათამაშოდ, Full Room მაფიაში, ვესარიონ ჟღენტის 89 ნომერში. 90-ში, 92 ნომერში. მაფიაში ვარ ალბათ მე 11-ად. მოგებით არ მახსოვს, ალბათ არ მომიგია არასდროს, დღესაც არ ვაპირებ მოგებას და იმედია ყველა მრავალს დაესწრებით და ურსულად იქნებით. მე მინდა რომ დეტექტივი ვიყო ოდესმე და MVP გავხდებოდი პატიოსანით. MVP-ს გახდომის ბოლო შანსი ყოფილა და რა გეგმები მაქვს ამასთან დაკავშირებით მეკითხება კოპალა. მოდი მე ჩემ გეგმებს არ გავაცნობ ხალხს და იმედია კოპალა გახდება MVP, ცრემლები მოსდის თვალიდან წითელი, ისე უნდა ემიპოვა. ვის უსურვებდი მოგებას? ჩემს გარდა უსურვებდი მოგებას მიროს. მადლობა, ნახვამდის. მოგესალმებით, მე ვარ მირიანი, იგივე ჰამაკი და მე დღეს მაფიაში ვიქნები მესამედ. მე მინდა რომ ამა მივიდეს დეტექტივი ერთხელ მაინც თუ შეიძლება და კრიპტო მირიანი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის რომ მოიგოს დეტექტივიც. სახლში წავალ აუცილებლად თამაშის მერე. ეს არის ჩემი გეგმა. ასევე YouTube-ზე შეგიძლიათ უკვე დაიწყოთ ნელ-ნელა Amazing მირიანის და subscriber-ება, იმიტომ რომ ძალიან დიდი ნელ-ნელა დაიწყეთ, ოღონდ შეუცურეთ და ჰამაკის YouTube არხის გამოიწერეთ აუცილებლად და რა მიხარ გინდა. სახლში მიყავ რომ მოჩება თამაში. და სახლში მივდივართ რომ მოჩება თამაში. მადლობა. მოგესალმებით, მე ვარ საბასაპანაძე და როგორ ახარ? ჭარათან. და მაფიაში ვარ პირველად ახალ სივრცეში, ახალ სეზონში. MVP ვერ გავხდები და MVP ვერ გავხდები. ნუ მიმითითე ბასტო მე რა უნდა ვთქვა და მინდა ვითამაშო, აი არასდროს არ მითამაშა სერიულით და საინტერესო იქნებოდა. სტრატეგია ზაკრულად უნდა იმოქმე და ეს არის MVP-ის გახდომის ყველაზე კარგი შანსი, რომ გახდე MVP რა ჩემი აზრით. მე რო არა, ფინალის მაგიდაზე დავამატებდი ქოროს. ბასტო რატო ვერ ისვენებს იმენა ძმაო? ვიცი მაყურებელს რა სხვა არხი გაქვს ძმა. 10000 გამოწერი, მაკლი 100000 გამოწერამდე საკმაოდ კარგი წელი მქონდა, ძალიან ბევრი ახალი მაყურებელი დაგვემატა და იმედია მომავალ კი უფრო გაიზრდება ეს რიცხვი და ჟორჟის ბოლო გოლზე თქვი რამეო და ძალიან კლასნია. უყვარს გოლები და უყვარს მეკარისთვის ბურთის თავზე გადაგდები. გამარჯობა, მე ვარ გიორგი ელოშვილი და მაგ ძალიან მაგარი კალსონის ქუდი. მაფიაში ვარ, არ ვიცი, მე რამდენად მე-7-ად მაქსიმუმ, მე-6-ად ალბათ, ან მე-5-ად. მართლა არ მახსოვს. რავი, გადახედეთ და თქვენ თვითონ ნახეთ. დღეს ვარ ზოროს ჰუდით მოსული, რონოროა ზოროს ჰუდი არის, აწერია კიდევაც აქ, უკანაც აწერია.
ხო და იმედია ისეთ დაკარგული არ ვიქნები მაგიდაზე, როგორც ეს კაცი არის დაკარგული თავის სამყაროში. ძალიან მინდა რომ დღეს მაინც მომივიდეს დეტექტივის როლი, მართლა დავიღალე რა. აი ეს უბრალოდ პატიოსანი, კარგად თამაშობ, გასაგებია რომ კარგად თამაშობ, მაგრამ დეტექტივით ვათამაშეთ ერთხელ. ჩამიწყეთ, სლენდერ. MVP-ით გახდომის ბოლო შანსი არის და ალბათ ისე ვერ გავხდები, რაც უნდა გავაკეთო. სულ თავ მაინც ვერ გავხდები დიდი ალბათობით, მაგრამ რა ვქნა, მე ჩემ იქ დავტოვებ და მე თქვენ გადაწყვეტეთ. სტრატეგია მაქვს 4-4-3, კი არა და 4-4-2 ამერია, 4-4-2 მაქვს, ძველი, სტაბილური, ორი ცენტრფორვარდით და ფლანგებზე ცოტა ავწევ აქეთ ყვარას და აქეთ ლობჟანას რა, ალბათ, ან ზურიკოს, რავი, გააჩნია. ამ თამაშის მონაწილეებიდან ფინალს დავამატებდი ელოშას. მაგარი ბიჭია, მაგრად თამაშობს, აი ძალიან მაგრად თამაშობს. მე მიკვის ეგრე კარგად როგორ თამაშობს. მაგრამ მაინც ვერ გახდება დიდი ალბათობით და მე მაინც ხო და აი მე თუ ვერ გავხდებოდი ალბათ ელოშას დავამატებდი რა. ჩემი არხი 25823 ადამიანს აცდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 30000-მდე გვაკლია 4667 ადამიანი, რაც ძალიან კარგი იქნება. მართლა ესე სწრაფად დავთვალე რა, ანუ მაგარი ვარ, მათემატიკაში ძალიან კაი ვარ რა. მაფიაში ეგეთ კაი ვერა ვარ მე მგონი, მაგრამ მაინც ხო და დღეს ძალიან კაი ბიჭი ყავს, ერთი მალე გამოჩნდება ისიც და იმას ბალეშკობ, მართლა ჩუმად. დემო ქვია, დემო. ხო და მე ეს კუდები იქამდე უნდა მოვიტანო, ეს რენდომ კუდები და უაზრო კუდები, სანამ ვიღაცა არ დაწეს, რომ ეს რა კუდაო. მოგესალმებით, მე ვარ კოპა და ამ სეზონში უკვე მეოთხედ ვწდი რომ გავხდე MVP, მაგრამ არ ვიცი რამდენად კარგად ვწდი. რა როლი მინდა ამას როგორ რომ მეკითხებიან, ცოტა არ იყოს და ირონია მერთვება, იმიტომ რომ რა როლის არ უნდა მინდოდეს, განგებამ უკვე კარგად იცის რა როლიც ვარ. სიმართლე გითხრათ, თუ მაფიოზობა და თუ მაფია ვარ და სხვა გზა იქეთ თუ აღარ არის, ვიქნებოდი დონი რა, იმიტომ რომ არ მიყვარს ხოლმე როცა რაღაც როლი მაქვს და ჩემზე უფროსი არის ვინმე იმ როლში. ასე რომ როგორც გინდათ ისე გაიგეთ ეს ანუ და როგორც გინდათ ისე შემავფასეთ ამის გამო, მაგრამ თუ მაფია ვარ უნდა ვიყო დონი და არა ისეთი მაფიოზი რომელიც ჩუმად იჯდება თელი თამაში და ჩუმად გაძრება. არა, ეგეთი არა ვარ. ცოტა დიდი ის უნდა გქონდეს რა და MVP გავხდებოდი დონით ზუსტადაც რა. ანუ რა თქმა უნდა რომ ძალიან მიყვარს ეგ კარტი. თავარია რომ კაი გუნდი მყავდეს რა. წინა გადაცემაში მყავდა ძალიან კარგი გუნდი და აი იმდენად დიდი სიამოვნება მივიღე იმ მაფიის გადაცემით რომ არ ვიცი რა, ეგეთი კაი თამაში თუ კიდე მექნება მაფიით არ ვიცი. იმდენად სასიამოვნო იყო რომ აი ეგეთი კაი გუნდი მყავდა და თან ჩუმად ვიყავი, თან არ ვიყავი ჩუმად, მაგრამ დიდად არ მიყვარს ხოლმე რა ეს მიჩხმალული გაპარვები. დღეს ვეცდები რომ თუ მაფია მომევედი, აი მაგიდაზე დავდო მთელი არგუმენტების სია. MVP-ის ბოლო შანსი არის. და ფიქრობ რომ ცოტა ჩემთვის ეს ცოტა რთული თემა არის, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა რომ All-Star-ში მოვიგე, All-Star-ი არ არის ჩვეულებრივი სეზონი, ხო? ძალიან მინდა რომ ჩემი კარიერის განმავლობაში რომელიღაც ფინალი მაინც მოვიგო რამე როლით, გინ პატიოსნით, გინ არ აქვს მნიშვნელობა. ამიტომ არ ვიცი, მართლა ძალიან მინდა რა, რომ აი რაღაც დრო ხო დადგა უკვე ის დრო რომ აი აღარ მინდა ეს All-Star-ი გასაგებია მოვიგეთ, მაგრამ ჩემი თავარი მიზანი არასდროს არ ყოფილა All-Star-ში გამემარჯვა რა. მინდა რომ სეზონში გავიმარჯვო რაღაც კარგი როლით რა. ამიტომ ყველანაირად მაქსიმუმს ვეცდები დღეს ჩემსას სულ რომ მოქალაქის კარტი ამომივიდეს, იმიტომ რომ მოქალაქის კარტის ამოსვლა არ ნიშნავს იმას რომ MVP ვერ გახდები და თუ ამოვალ დავამტკიცებ რომ მარტივად შეიძლება გახდე მოქალაქითაც MVP. მე რომ არა ვის დავამატებდი ამ მაგიდიდან ფინალურ მაგიდაზე ვინც ამ კითხვას მისვამს, ეს არის გიორგი ელოშვილი, რომელიც მგონია რომ კარგად გაუმკლავდება იმ ფინალის, ასე რომ ვთქვათ, მუხლს. მე ერთხელ გავიცადე ეს მუხლი, რაც იყო მესამე სეზონში. საკმაოდ დიდი სტრესი არის ჩვეულებრივ განსხვავებასთან განსხვავებით, იქ ვეროთ ნერვიულობდი, იმიტომ რომ რაღაცნაირი ფინალი იყო და მგონია რომ ელოშა კარგად გაართმევს თავს, მაგრამ მაინც ჩემ თავს უფრო ვიხილავდი ვიდრე ელოშას. არხთან დაკავშირებით ჯერჯერობით არაფერი არ მაქვს, მაგრამ შემიძლიათ გამომყვეთ Instagram-ზე თორნიკე კოპალ, ესე არის ვერიფიცირებულია სხვათა შორის, რომ ვიღაც ფეიქებმა არ მოგწეროთ და არ თქვათ, რომ აი კოპალა ვარო და ასე შემდეგ და რაღაცა ნუდები არ გამიბაზრონ. მადლობთ. იმედია რომ მოვიგებ. გამარჯობათ. გოგოებო და ბიჭო, მოგესალმებით. 898 ჯერ ვარ მაფიაში. უსასრულოდ უნდა ვიყო მაფიაში რა. ხო რავი, რა უნდა ვილაპარაკო, ახლა ჩამევედი მაცალე. თოვდა. შეხედეთ, მაგრა წვიმდა, მერე შეხედეთ ლანჩხუთში მაგრა წვიმდა, მერე ქარი იყო, მერე თოვდა, მერე თოვჭყაბი და ახლა ჩამევედი და მზეია.
თბილისში. აი რა. MVP მე მგონი ცხოვრებაში ვერ გავხდები და როლიც მაგარი კიდია ამ ბოლოს რა. გეგმა მაგ დღეს უნდა გავიხსნა დეტექტივად ყველა პონჩი რა. აი მაფიოზი ვიქნები დეტექტივად გავიხსნები. ხო, რა მინდოდა მეთქვა. პატოს ეძღვნება ეს თამაში რა. ჩემგან დიდი სიყვარულით პატოს ეძღვნება ეს თამაში. ეს ჩემი თამაში, ეს თამაში შევა ისტორიაში რა. და პატოს ეძღვნება ეს თამაში რა. კარჩე მე თუ ვერ გავხდი MVP, გოგოებიდან რომელიმე რა. ბიჭებიდან არც ერთი. ანანო, ლენკა და საპალაძე რა რა მიჯალიჯებენ რა. ხათო. გოგოები, წუთიერი დუმილი მინდა მიუძღვნა ჩემს არხს. გარდაიცვალა ჩემი YouTube არხი. ვიდეო დავდე და -3000 ნახვა. მინუსში წევიდა. წუთიერი დუბილი პატივი ვცეთ ჯენგოს არხს. ოხო. დუმილიო და რაღაც გინდა ეს. გამარჯობა, მე ვარ ქსენსა იუთუბერი, მეორე თვარ ამ სეზონში და პირველად ცუდად ვითამაშე მე მგონი. დონი, იმიტომ დონი როცა მაქვს ძალიან თავისუფლად ვგრძნობ თავს. ნერვიულობ, მაგრამ არ ვიმჩნევ და ბევრი ვარიაცია გაქვს როცა დონი ხარ და ასწორებს დონობა. ექიმი თუ მომივა, გავხდები MVP, იმიტომ რომ პირველად ექიმი რომ მომივიდა, ყველა ამოვიცანი და გავხდი MVP და ეხაც ექიმი თუ მომივიდა, გავხდები MVP. მე რო არა ფინალში, ანუ მაგალითად, ჩემი თავი რო გამოურიცხოთ და კოპალა დღეს ხო თამაშობს, ჩემი აზრით ყველაზე დიდი შანსი აქვს კოპალას, იმიტომ რომ ჩემთვის ნომერ 1-ია რა. ინსტაგრამზე გამომიწერთ, იმიტომ რომ კაი რაღაცები იდება ინსტაგრამზე. მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ხათო. ამ სეზონში ვარ პირველად. რამდენჯერმე კი მქონდა შემოთავაზება, მაგრამ ვერანაირად ვერ მოვახერხე და ძალიან მიხარია, რომ ბოლო ეპიზოდში მაინც მოვედი. ძალიან მინდა რომ ისევ პატიოსანი შემხვდეს, იმიტომ რომ შავი კარტით თამაშის გამოცდილება არ მაქვს და არ ვიცი რამდენად შევძლებ მოტყუებას და რაღაცა როლების მორგებას, ამიტომ ცოტა მეშინია შავი კარტის და მირჩევნია ისევ პატიოსანი ამომივიდეს. MVP-ობაზე მე პირადად რომ ნახევისთან ერთად მიწევს დღეს მაგიდაზე თამაში, ნამდვილად არ მაქვს მაგის ამბიცია. პირიქით, ანუ მაგაზეც მადლობელი ვარ, რომ ამ ადამიანებთან ერთად ვითამაშებ და ამისი გამოცდილება მექნება, მაგრამ რამდენიმე მათგანს გულშემატკივრობ, მაგალითად ჯენგოს ძალიან გულშემატკივრობ, შორი გზიდან მოვიდა და რა ვიცი, ნახოთ. სტრატეგია ესე კონკრეტული არ მაქვს, მაგრამ აი სულ ყველა ეპიზოდი ნანახი მაქვს. სანამ მოვიდოდი გუშინ რაღაც ეპიზოდებს კიდე თავიდან უყურე მეორედ და მესამედ და რაღაცებს ვაკვირდებოდი, აი თუ მაგალითად მაფიოზი ამომივიდა, ვუყურებდი კოპალას თამაშებს, იმიტომ რომ აი ყველა თამაშზე მაფიოზი ამოსდის და მეთქი იქნება რაღაცა დავამუღამო. და აი ვნახოთ, გამოცდასავით იქნება თუ მაფიოზი შემხდება. ჩემი სოციალური ქსელებიდან ამ ეტაპზე ძალიან ნაკლებად ვაქტიურობ YouTube-ზე, იმიტომ რომ ეს წელი მქონდა ძალიან დატვირთული, მაგრამ 2025 წლიდან ვაპირებ აქტიურად დაბრუნებას და ვიცი ყველაზე მეტად ჩემს აუდიტორიას რა უყვარს, ეს არის ვარჯიშის ვიდეოები და აუცილებლად გამოიძრეთ ჩემი არხი, იმიტომ რომ მომავალ წელს ძალიან ბევრი სიახლე გელოდებათ. გამარჯობა, მე ვარ ლენკა. და ამ სეზონში ვარ მეორედ, მაგრამ ამ ინტერვიუს წერ პირველად და ცოტა ნერვიულობ. ამ მაგიდაზე როგორც იტყოდა და MVP-ის მატერიალი ბევრი ზის, მაგრამ მე რა თქმა უნდა, კოპალა მიქნას ხელს არაო, მაგრამ ეხა ჩამოვთვლი 5 ადამიანს მაინც, რომელიც მსახურობს რომ MVP გახდეს. კოპალა, ჯენგო, ანანო, ელოშა, მე. ჩემი მიზანი ეხლა ეგრევე მეორეჯერ მოსვლის არის ის, რომ ის წყენები და გაბრაზებები ამოვიღო. მე ანანო და ელოშა ვიყოთ გუნდში მაფიით და 3 წამში დაუნთავროთ დანარჩენ მოთამაშეებს. და 3 დეტექტივით გავიხსნათ, 3 მაფიოზი და 4 დეტექტივი პირველ ღამეს მოკლათ. მოკლედ ეს არის ჩემი გეგმა. თუ ანანო და ელოშა გამოვყვებიან ამაზე. თუ ეს გეგმა არ შესრულდა, მაშინ მე მაინც მინდა რომ ეს თამაში იყოს უამრავი დეტექტივი და უამრავი ექიმით, იმიტომ რომ ვიაზრონოთ და გადავწყვიტოთ როგორ მოვიგოთ პატიოსნები. ან განიხილება ის, რომ იქნება შავი კარტი. ჩემს გარდა მე ვთქვი, რომ არ არის ჩემი თვითმიზანი MVP-ობა, მაგრამ ჩემს გარდა საფინალო მაგიდაზე დიდი სიამოვნებით ვიხილავდი ჩემს შეყვარებულს, რომელიც ყველა ეტაპზე იმსახურებდა, რომ MVP გამختارიყო, მაგრამ არასდროს არ დაცალდა ბოლომდე თამაში, იმიტომ რომ კლავენ. აქ მაგიდაზე ერთი ადამიანი იჯდება ისეთი, რომელიც აი რომ მოვიკითხე
მეთქი აი მივესალმები ადამიანებს, რომლებიც მაფიის თამაში შემოყვარეს. მეთქი ერთ-ერთი იშდება ჩვენთან ერთად მაგედაზე და ესეც ძალიან მაბედნიერებს რა და ძალიან საინტერესო იქნება ჩემი აზრით. მე ვაპირებ პოდკასტების დაწყებას და გაკეთებული მაქვს პოდკასტების არხი, რომელზეც ყავს 200 გამომწერე თუ რაღაცა და ვიდეოები არდევს და ლინკი იქნება აღწერაში და იმ არხზე რო გამომიწეროთ მე. დიდი მადლობა. მოგესალმებით, ჩემი სახელია თემო. მადლობა მინდა გადავუხადო Pool Room Mafia-ის თითოეულ წევრს და სტაფის წევრს, ასევე G2G-ს, რომ დღეს აქ მომიწვიეს. შეეხება ჩემი აკოფნის მიზეზს. ჩატარდა შიდა ტურნირი Pool Room Mafia-ის, ესე ვთქვათ, წევრებს შორის, ვინც ხშირად დავდივართ და საბედნიეროდ პირველ ადგილზე გავედი და მომიწვიეს აქ. ეთი ძალიან ბედნიერი ვარ. შეეხება ჩემს საყვარელ როლს. მაფიას თამაშობ ზოგადად დაახლოებით 1 წელია. ჩემი საყვარელი როლი არის ბოლო პერიოდში უფრო მაფია ან სერიული, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ კამერებთან დიდად ვერ მეგობრობ. ეხლა მირჩევნია ამჯერად, იქიდან გამომდინარე, რომ პირველი თამაშია, მაინც უფრო წითელი კარტი ვიყო რა. რაც შეეხება თამაშს, რომ ეცდები რომ არგუმენტირებულად ვისაუბრო, წითელ ქალაქს დაუმტკიცო ჩემი სიწითლე, წითელი ვიქნები თუ შავი მნიშვნელობა არ აქვს, თავარია რომ წითელ ქალაქს დაუმტკიცო ჩემი სიწითლე და რა ვიცი, იმედია კარგი თამაში გამოვა. რაც შეეხება MVP-ს, ძალიან მინდა გულწრფელად რომ MVP გახდეს ელოშა. იმიტომ რომ აი როცა მობრძანდებით ბესარიონ ჟოტის 92 ნომერში და ელოშასთან დაждდებით მაგიდაზე და ნულოვან წრეზე სამშაბათს რო გეტყვით, მერე მიხვდებით რატო ვიძახი ამას რა. ასევე ძალიან კარგი მოთამაშეა კოპალა, ნუ ყველას თითოეულ მონაწილეს წარმატებას უსურვებ. და რა ვიცი, თუ გამიმართლებს შეიძლება მეც გავიწიო MVP-სკენ. პას. გამარჯობა, მე ვარ თორნიკე ანდრეაძე და ამ სეზონში ვარ მე-4 თუ მე-3, რაღაცა ეგრე რა. ბიჭო, ძალიან მინდა რომ არ ვიყო პატიოსნების მხარეს ამ თამაში მაინც რა, ანუ ერთხელ ამომივიდეს რა, ანუ ბოლოს 3 სეზონი არის, არა მომსულია პატიოსნის გარდა არაფერი რა, ანუ დეტექტივი. მომსულია რაღაცნაირად. აი ბასტოს გამო ეხა თუ მოვიგებ თამაშს, მე რა MVP გამხადეთ, იმიტომ რომ ეს დგას ჩემს უკან, ხო ეს? მე თუ ვერ გავხდები MVP, მინდა რომ G2G იჯდეს ფინალში და ქორომ წაიყვანოს. ჯობია ეგრე. სტრატეგია არის ერთადერთი რა, მოიგო. მეტი რა სტრატეგია უნდა იყოს, მოიგე. შო. და MVP-ს იმედია გამარჯვებულიდან აარჩევთ, ხო? და სერიული ვიქნები და მოვიგებ მარტო. რა გინდა თქვი? ქსენსუს გეხმართ? ეხა ესეც ქსენსუს გადიმართლა რა. გამარჯობა, მე ვარ ენენო. მესამედ მოვედი ამ სეზონზე. პირველ ღამეს მომკლეს. მეორედ ნეტა მომკვდარიყავი და ეხა სანამ დაიწყება გადაცემა, მანამდე ვკვდები ძალიან ცუდად ვარ. MVP-ის შანსი მაქვს ხალხის სიყვარულით, რომელიც ცოტა მაკლია მე. ამიტომ მაქსიმუმ რამე ძლიერი როლით მქონდეს MVP-ის შანსი რა. არასდროს მაფიის ისტორიაში არ ამომსვლია დეტექტივი. ანუ ამომივიდა ექიმი, მოვიგეთ, პატიოსნითაც მომიგია, მაფიითაც მომიგია, დონიც მქონია, მაგრამ არასდროს არ მქონია დეტექტივი. და ძალიან მინდა რომ ეგ ამომივიდეს დღეს და თუ არ ამომივა, ყველა როლში დეტექტივად გავიხსნები. ხუმრობ არა, აი აქ ხალხი მიყურებს და მე მაფიად რო გავიხსნა, აღარ დამჯერებ. ჩემი სტრატეგია ის არის, რომ წინა თამაშივით არ ვიხამო და 2 და 3 მაფიოზის ერთდროულად გაყვანა არ მომინდეს და წყნარად გავიყვანო მაფიოზები თუ პატიოსანი ამომივიდა რა, იმ 7 და წყნარად თითო ჯერზე თითო. იქნებ გავხდე მაგით MVP. თუ არა და მერე ჩავაწყობ, მხოლოდ ერთკაციანი სია გვექნება პოლში, იმიტომ რომ ბოლო-ბოლო სტაფის წევრი ვარ, მაგ გავლენები და შეიძლება მართლა მოგევლინოთ ფინალში მე. ხო გაგიხარდებათ? მე თუ არ ვიქნები ფინალში, რა დიდი შანსიც არის, აუცილებლად დავამატებდი ელო შვილს, იმიტომ რომ ბიჭმა ისწავლა თამაში, იმდენჯერ მოვიყვანე რომ ბოლოს თამაში ისწავლა. შენ არხზე თქვიო რამეო და product placement-ი გააკეთე, ესე მითხრეს და მე აუცილებლად გამომიწერეთ, არადო თოთიაური მიწერია ყველგან, იმიტომ რომ ნიკნეიმი ვერ მოვიფიქრე და ჩემი სახელი და გვარით ვარ ყველგან წარდგენილი და ეხა კაი ვიდეოს დავდებ. ანენო თოთიკა. იო